ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც უნდა რომ დიქტატორი გახდეს, არის რუსეთის მარიონეტი. ის იბრძვის იმისთვის, რომ საქართველოს დაუქვემდებაროს დამპყრობელთა ღერძს. მათი პრემიერ-მინისტრი იყო ირანში ჩასული ზუსტად იმ დროს, როდესაც ირანის რეჟიმი გეგმავდა დონალდ ტრამპის მკვლელობას. ჩვენ ვიცით, რომ ამ რეჟიმმა ჩინურ კომუნისტურ პარტიას დაუდო კონტრაქტი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე. მადლობელი ვარ, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა. ეს არის ორპარტიული. ჩვენ ორმხრივად მუშაობთ ქართველი ხალხისთვის. ეს სანქციები კიდევ უფრო გაიზრდება ჩემი აზრით ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. კონგრესში წარვადგინე ხელახალი ორპარტიული მეგობარი აქტი და ქართული კოშმარი, არაღიარების აქტი. დამატებით მოვითხოვთ სანქციებს ივანიშვილის რეჟიმისა და ქართული ოცნების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. ქართული კოშმარის არაღიარების აქტი უგრძალავს შეერთებულ შტატებს აღიაროს ივანიშვილის რეჟიმი და ცნოს მხოლოდ ზურაბიშვილის ლეგიტიმაცია ისეთ დაძაბულ პერიოდში, როდესაც საქართველომ უნდა ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.